საქართველოში ახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის კერპი არსებობს და კერპის შეურაცხყოფის გამო პასტით, რომელიც იშლება, ადამიანის ციხეჟიზის უკვე ლამის 1 წელია და ამ დროს გელათის ფრესკების ჩამორეცხვის გამო არავინ არ დაპატიმრებულა. ხო და პირველი ეს იმაზე გავიხსენე რომ ესეთი პირველი აქტი ისე ნახევრად პარტიზანული იყო კეკელიძის კუთხეში ჩემი ცხონებული მეგობრის რატიხორიძის ზვიადის მომხრეების ოჯახი იყო ძალიან კარგი ოჯახი ინტელიგენტების არქეოლოგი პროფესორი იყო მამა და არეხი ძალიან კარგი ადამიანი აი კახა იცნობს მათთან დაუდგეს მანდამაინც კუთხეში შევარნაძის დიდი ბანერი. ხო და ღამე წავედი საღებავი ჩავასხი შავი, მეცხრე კლასში ვიყავი თუ არ ვსწრები და ეს საღებავი ვესროლე სახეში სამწუხაროდ ვერ გავარტყი, მაგრამ იქ მოხდა და აი ვახოს და ამ სანაების ოჯახის ხსენება მინდა და მადლობა ორივეს ასეთი ბრძოლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯვარი წერია ვახოს. იმიტომ რომ აი უწყვეტად ვახოს მის გიორგის ყოლობა რომელიც ისევე როგორც თითქმის ყველა ყოლობა მათ შორის ზვიადისტების პირდაპირ ქუჩაში დახურა და ერთი კაცი არ არის ამაზე დაჟილი და იმიტომ ვარ ამ დღეში რომლის დედა ეხა კიდე ერთ დაკავებულ შვილს ელოდება პოლიპატი მარია მისი შვილი ხო და ვახოს მის ყოლობა გიორგი სანაის ყოლობა მახსოვს როგორც უწყვეტი ჩემი მონაწილეობის წერტილი შეიძლება მამამდე ცოტა ადრე დაიწყო ეს ამბავი მაგრამ ეს დავამახსოვრდა ძალიან კარგად ცუდად მყაფიოდ 2001 წელი იყო და როცა ამას მოყვა შემდეგ გადადგომა აი ავაცახსენებელი რკინის კაცის რომელიც სამწუხაროდ რუსეთში გაისწრეს და არ დაიჭირეს ისევე როგორც უანო ჩხარტიშვილი შეირგო წინა რეჟიმმა და არ დაიჭირა დასაჭერი მაშინაც იყო და ახლაც არის ერთ-ერთი მთავარი ჭამელი ამ ქვეყნის შევარდნასთან ერთად და ნუ იქიდან მოყოლებული მე სახში არ შევსულ ვარ პრაქტიკულად არ ყოფილა რაიმე საერთო მოთხოვნებით პოლიტიკური მოთხოვნებით ანუ რეჟიმთან დაკავშირებული ცვლილების მოთხოვნებით თუ თემატური აქციების შეიძლება ზოგს გაუკვირდეს ყველაფერი დაიწყო საერთოდ ცხოველების დაცვით და ხუმრობ ხოლმე რომ ადამიანები ცოტა მოგვიანებით შეუმეტნენ თქო ანუ ცხოველებს ჩაგრავდნენ კლავდნენ და დღეს კიდევ უფრო მასურ კლაულობას აპირებენ უსახკარო ცხოველების ეს საშინელებაა და არ ადამიანობაა თავისთავად ამაზეც ფულს აკეთებენ უსახკარო საცოდავი ძაღლების ფულსაც ჭამენ მერიის წარმომადგენლები თბილისშიც და სხვაგანაც და ასე შემდეგ ცხოველების დაცვით დაიწყო ჩემი ასე თქვა უფრო აქტიური საქმიანობა და ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე სტუდენტებმა გადამთეს მოვიდნენ ჩემთან და ბარულაშოვ ცხოველები ჩვენს გიყვარსო მაგრამ ბიოლოგი ვარ თან და პროფესიაც ამიტომ ავჭე ზოოლოგია ეკოლოგია ვეტერინარია რომ ცხოველები ჩვენს გიყვარსო მაგრამ ჩვენს ჩაგრავენ მე პირველ კურსზე ვიყავი და მათი უფლებების დაცვით დავიწყე მე აი ვახოს ძმის გიორგის ძალიან კარგი ჟურნალისტის ყოლა მიცის და მისი კვლელი დღემდე დაუჯილია ღრმა დარწმუნებული ისე საქართველოში ყოლა ყაურიანი კვლელობის უმრავლესობის მონაწილის იქიდან მოყოლებული უფრო ზოგად პოლიტიკურ საკითხებში გადაიზარდა შევარდნაძის გაგდებაში ლომის წვლილი მაგ დილას რომ მოვიდა დაგვადგა იმ გაბედულება მაინც ხოდა იმ კაცს და დაგვადგა ბიტიკი კიდევ დაგვიშალა და მე ვიყავ ის პირველი ყვინელი დავიწყე წადიო და მე მოვიდნენ სხვები მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ მარე ხელისუფლებამაც დიცლად არ გაამართლა და აქ ორი თემა შემოდის ხო ერთი არის მთავარი თავისუფლება რაც დღეს შეგვიზღუდეს ბიძინა ივანიშვილი ბიძინა აიათოლა ბიძინა ყაენი ბიძინა როდიონოვი ბიძინა რუსი რა დავარქვათ აღიაროს ტუვალუმ პუტლერმა და ეშმაკმა და აღიარებული ყავს კიდევაც მათ გარდა მათი მისი ამღიარებელი მსოფლიოში რა ვიცი რამე თუ იმდა მოიძებნება სულ 10 ქვეყანა მე მგონი და დადიან ასე წრეზე ამათ ქვეყანაში და სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიული დაშლის ამღიარებელი ქვეყნები არის ძირითადად მათ შორის სირიაც რომელსაც უკან არ წაუღია და აქეთკენ მოუწოდებთ ჩვენ და მოუწოდებთ ახლაც ლეიბორისტები რაც შეეხება ეხა სიტუაცია დამძიმდა როგორც უფლებების მხრივ ბოლო 2 წელიწადში განსაკუთრებით ასევე დაემატა ის რომ ღია დეკლარირებული პრორუსული პოზიციის გამოხატვა არავის გაუბედია არც შევარდნაძეს დამემოწმება, არც აკაშვილს, არც არავის. პირველი საქართველოს ბოლო მესამე საუკუნე მიმდინარეობს უკვე საუკუნოვანი დაუძინებელი მტერი იყო რუსეთი. თუმცა ამით არ დაამთავრა ეს ყველაფერი. საქართველოს ყველა მოსისხლე მტერს პატივი მიაგო და სულს ჩაგვაფურთხა. ჩვენ ისე ირანის რეჟიმთან, ტერორისტულ რეჟიმთან ერთად იზეიმა ქართველების გადასახლება ფერეიდანში, ქართველების ჟილეტა ქართკახეთში, თემურლენგს ყვავილები მიუტანა, დიდგორობაზე ჩავიდა მათი მყარ, რავი, პრეზიდენტ სოუძახიან, იმაში რა ქვია, თურქეთში მანდა მაინც დიდგორობაში ჩავიდა, მე მას კი არ ვაფრთხა, იქაც კი ავტორიტარიზმია, მაგრამ სხვა და იმის თქვა მინდა რომ მე შეიძლება ცოტა პრეტენზიულად ვიღაც მოვეჩვენო, მაგრამ ეს რო დღეს პრორუსულ რეჟიმში ვართ, სამწუხაროდ პროდასავლური რეჟიმის მოქმედებათა შედეგია დიდწილად, იმიტომ რომ მათ რომ შეექმნათ რეალურად დამოუკიდებელი სისტემა საარჩევნო და სასამართლო, აქედან იწყება ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი ვერ მოახერხებდა იმ სიტუაციას თავზე მოძრაობდა და დღეს აი ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ყავით და ისე რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ყველაფერს დაემატა ის რომ აი პირდაპირ მტერს გვაბარებს ბიძინა რუსი და ამასთანავე უფლებრივი მდგომარეობაც ბოლო 2 წელია ყველას და ყველაფერს გაასწრო. აი ხა მე მაგალითად ისევ და ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდა, ჩემი ცოდნიდან გამომდა, რაც მოწოდებიდან გამბუნება ძალიან მიყვარს და ცხოველები ვახსენე კიდევაც. 2012 წელსივე დაუპირისპირდი ამ ხელისუფლებას, მოქმედ რეჟიმს, უფრო სწორედ, იმიტომ რომ მათი დაპირება იყო და მე მათი პროგრამის ავტორი ვიყავ უანგაროდ და ხელმძღვანელი ჯგუფის, იყო რომ საქართველოს დიდ ხესებს ამუზალავთ.
თუ არ მეთანხმებოდნენ, რატო წერდეთ ეს დოკუმენტი ეხლა ხელმისაწვდომი 100,000-ობით დაიბეჭდა. ამის მაგივრად მოვიდნენ თუ არა როგორც ყველა დაპირება დაარღვეს, მაგრამ ასე უტიფად ვერცეთ დაურღვევიათ, იმიტომ რომ სხვაზე თუ იტყოდნენ რომ გვაცალეთ ვიზამთო ამაზე ვერ იტყოდნენ, იმიტომ რომ თუ პირდები რომ წავალ მარჯვნივ, მარცხნივ არ უნდა წახვიდე, ხო? დაპირდნენ რომ დიდ ხესებს აუგზავნოთ, დღეს დღე არ გავა, საპენსიო ფულის ფონდის ფული, ამ გაძარცვული ხალხის ფული უნდა ჩავდოთ ხესების შენებლობაში, ამას იძახიან, ხო? მე პირველი თვეში დავუპირისპირდი ამის გამო, მინისტრის მოადგილეობაზე ორჯერ ვახ ამ რეჟიმის და იმ რეჟიმის პირობებში უარი ნათქვამი და მათი გათანაბრება მოხდა უფლებრივ ნაწილში, როგორც არაპრორუსულში. პრორუსული ეს გამონაკლისია ამ შემთხვევაში ღია პრორუსული. 2019 წელს ბიზნესმენის რეჟიმის სულ მცირე გაუთანაბრდა სისასტიკით მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებებასთან მიმართებაში ცნობილ ავადსახსენებელ გავრილოვის ღამეს, როცა ადამიანებს თვალები დათხარეს მათ შორის და სასტიკად დაარბიეს დაშლილი მიტინგი უკვე ნახევრად წინა რეჟიმს და 7 ნოემბერს და 26 მაისს, მაგრამ ბოლო 2 წელი რასაც ჩადის, ეს არაფერში არ წერია. სად ვარ ჩვენო? ჩვენ ვართ სადღაც, რა ვიცი, რუსეთს და თურქმენეთს და ჩრდილოეთ კორეას შორის, რა ვიცი, იზღა დარჩათ ერთი რომ ინტერნეტი აკრძალონ, სხვა ყველა ფორმას გვიგზალავენ საკუთარი აზრის გამოხატვის და რა ვიცი, ჩვენ რა დაგვრჩენია. პირველი რომ სამშობლოზე ვარი უნდა ვთქვათ, მაშინ თუ ამას დავემორჩილებით და მეორე უნდა ვაღიაროთ რომ ვართ მონები. და ჩვენთან დღეს დაკანონებულია, როცა უთანასწორობაზე საუბრობდი და ამხრივ ლეიბორისტები მართლაც გამორჩეული ვართ და ამიტომაც ვარ მე ამ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ ამ პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სოციალური უფლებები, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი პარტია არ აღიარებს, არც წინამორბედი რეჟიმი უფლებებათაც კი არ აღიარებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი მოკალი შიმშილით, თუ მოწამლე გარემოს დაბინძურებით, თუ უექიმობით, უწამლობით, რა ვიცი, ელემენტარული პიროვების არარსებობით მოკალი ის სხვა პოლიტიკურ უფლებებს ვერ გამოიყენებს. და ჩვენთან დღეს დაკანონებული ფეოდალიზმია, პრინციპში მონათლობელობამდე თლად ბევრი არ გვიკლია, როცა აი ესე პირდაპირ გეუბნებია, რომ ერთი ვიგინდა რა უსაქმური დეპუტატი იქნება თუ მინისტრი იქნება თუ სხვა უნდა ჭამდეს ქვეყნის შემოსავლის დიდ ნაწილს და მარტო ღიად უნდა იღებდეს 40-50 პენსიონერის ტოლფას შემოსავალს და არა მარტო პენსიონერის, ექთანი ავიღოთ, მასწავლებელი ავიღოთ, თუნდაც კონსულტანტი მაღაზიის გამყიდველები ავიღოთ, ხო? ეს ხალხი 600-800 ლარზე მუშაობს ძირითადად. მათთან შედარებით 20 ჯერ მეც იღებენ ეს ხალხი. ეს უკვე სრულიად შეუთავსებელია გადარჩენასთან, იმიტომ რომ სხვადასხვა ივანიშვილი იმასაც ამბობდა, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ აიო გადაიხედებაო ესე იგი შემწეობის სისტემაო და ისო რეალურად დაითულებაო და მინიმალურ რეალურ საარსებოზე ნაკლები არავის ექნება. რაზეა ლაპარაკი? ჯერ ისო შემწეობა 60 ლარი, რომელთაც აშანტაჟებენ უნამოსოდ ადამიანებს და ხმას აძლევინებენ ხოლმე ხშირად ყველა არაკეთებს ამას, მაგრამ თავზე ადგებიან პირდაპირ. აი 60 ლარს საქართველოს ის დარჩა. საარსებო მინიმუმს როგორც ითვლია ვიცით 200 ლარის ფარგლებში ვარირებს და შეუძლებელია 200 ლარად ადამიანი გადარჩეს ფიზიკურად. და კიდევ ერთი რაღაცა, ხან იმას გვეუბნებოდნენ სამწუხაროდ ყველა რეჟიმის მონა გუგული მაგრაძის პირით ესეთი პერსონაჟებს გამოყოფენ ხოლმე, რა ვიცი, როლს აინჭებენ, რომ ცუდი რაღაცები ათქვევინონ და ალბათ ბიზნესგან გადაიტანონ აგრესია, რომ თურმე და ნუ იტყვი და სიმწუხნე ყოფილაო, თან მან იცოდა იმას, კარგი განათლება ჰქონდა, მიღებული დიაჩევის კურსელი იყო ცხონებულის, რომელიც დამაგავეს, თურმე სიმწუხნე ყოფილაო, კარგი ცხოვრების ნიშანიო და მე გამოვიდა მყ და განაცხადა, რომ წინა რეჟიმმა გაგასუქათო. ამ შემთხვევაში მყ-ს ლოგიკა კიდევ უფრო რაღაცასთან ახლოს იყო, მაგრამ ამ რეჟიმმა რა უფასო ცურვა ასავლა ბავშვებს, რასაც ვთხოვდით, უფასო სპორტული წრეებიცა, ან რაიმე ნორმალური ცხოვრების დაკავების საშუალება მიცა, ამის მაგივრად მიცა ნარკოტიკები, რომელიც დე ფაქტო ლეგალიზებულია. ბიზნესმენში თლათ პლანტაციების, მარიხუანის პლანტაციების გაშენებას აპირებდა და კიდე კაი რომ საპატრიარქო ამაზე მაინც ბოლომდე ხმა მოიყო ბევრ ამაზე დუს და სამწუხაროდ არ რეაგირებს და ძალიან ცუდია. და ნუ შიერი დაბოლილი გაუნათლებელი ბოლოს მიადგა განათლების სისტემას. მათი ამოცანაა ყველა დავიდეთ ბიძინა ივანიშვილის და მყ-ს განათლების დონეზე, რომელიც ძალიან დაბალია, რომ მათ შეძლონ ჩვენ დაგვარწმუნონ იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მონები, შიმშილით, უწამლობით, უექიმობით, გარემოს დაბინძურებით, ქალაქების დაბეტონებით, რომ აქ უცხოელები ჩამოასახლონ, არაბი იქნება თუ რუსი თუ სხვა, იგივე თუ სოფლები აგვიოხრონ, იმიტომ რომ მათ ბიტკოინები აკეთონ ამ ხესებით და ასე შემდეგ. იცხოვრო, გამდიდნენ და ჩვენ ვინც გადავჩებით თუ არა და წადით ქვეყნიდანო, ამ კითხე მოგვიწოდებენ და ჩვენ კი არა, ისინი უნდა წავიდნენ და ისე უნდა მიუყვანოთ საქმე, რომ პირველ რიგში ქუჩის პროტესტით, აქციებით და სანქციებით, რომ გასაქცევად კონდეს ბიზნეს საქმე, ვერ გაგვასწროს და სამართლიანი სასამართლოს ხელში ჩავარდეს. მე არა ვარ მომხრე, როგორც წინა რეჟიმმა შექმნა ცუდი სასამართლო და მურუსიძე როგორ შეიძლება ყავდეს ივანიშვილს გვერდზე თან, ეს იყო ჩაფურთხება მისი ამომრჩევლის, მე მანამდე უკვე ჩანდი და უკვე დაუპირისპირდი პირველ თვეებში, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლინა გამოსულიყო 16 წელს, აი წითელი ხაზი
საყტრის ვიღაცა ვერ მიხვდა სამწუხაროდ არ იყო განათლება და ინფორმაცია. ვიღაცა ვერ მიხვდა თქვა ხესების მნიშვნელობას, რაც კატასტროფის 400 წესაშენება უნდა ქვეყანას არტოვებენ. რაღაცას ვერ მიხვდა, მაგრამ მურუსიძეს მეგობრებო, ყველა ხო მიხვდით, როგორ შეიძლება ცხონებულ სანდრო გერგულიანს, რომელიც წამებით მოკლეს, ახსენებდეთ და მეორე დღეს ამბობდეთ, რომ მურუსიძის სასამართლო ასატანიაო. ეს შეუძლებელია. ხო და ამ მორალის თუ ვინმე დარჩით ქვეყანაში, ნუ არ ვიცი, თქვენ ადამიანებად ძნელად მოიხსენიებით. ისე როგორც ივანიშვილი არ მოიხსენიება ადამიანად. და ერთსაც დავამატებ, ვინ ვართ და რატო ვართ. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა. აქ არანაირი სხვა პოლიტიკური ინტერესების თანხმობა შეიძლება მაგალითად გავაკრიტიკე კიდევაც სხვა პარტიები წინამორბედი, არაწინამორბედი, ვიღაცები საერთოდ სოციალურ უფლებებს არ არღვევენ, რაც სუდია, არ აღიარებენ. მაგრამ ელემენტარულად არჩევანის უფლება ღმერთმა მიცა ადამიანს ბოროს და კეთილს შორის, ხო? თეორიულად იქნებ ჩვენ ვწდებით, მაგრამ არჩევანის უფლება არ უნდა გქონდეს. ჩვენ გვართვენ არჩევანის უფლებას და გვეუბნებიან, გაგიყავდეთ არჩევნებს, თავზე დაგახევთ ფურცლებს, გამჭვირვალე ბიულეტენები ჩავატარებ არჩევნებს, შენ არ შეგიძლია თქვა რომ მე არალეგიტიმური ვარ და ხალხის შედეგათა ვარ და მონობა თუ გინდათ, მეგობრებო, ამას მე ვერ დავიჯერებ უმრავლესობა ასე იყოთ, ასე რომ ბრძოლის გარდა არაფერი დამჩენია, ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც ადგილზე არ არის საკმარისი, გაძლიერება ჭირდება, მაგრამ შესანახია და შემდგომში ამ აქციებს უნდა მივახცევთ იმას, რომ თელ დასავლურ სამყარო დარწმუნდეს, რომ აქ მართლა ევროპის აკვანია, მართლა ევრაზიის აკვანიც არის, სხვა შორის ადამიანი აქ გაიმართა, ყველაზე ძველი ადამიანი აქ მართლა იპოვეს, ცივილიზაციის აკვანია ერთ-ერთი მაინც მინიმუმ და ერთ-ერთი არა და ევროპული ცივილიზაცია და ერთსაც დავამატებ. ქრისტიანობაზე ვლაპარაკობენ, ხო? ქრისტიანობის სიმბოლო და გავითარების არეალი არის ევროპა. სხვა სად არის ქრისტიანობა? რუსეთს ვინც ახსენებთ, ხო? რუსეთის 2/3 არის აზიაში, არაფერს არ ვერჩი, აზიელებს თავის კულტურა აქვს, მაგრამ ქრისტიანობიდან ის შორს არის, ხო? ამიტომ ქრისტესთან ბრძოლის ტოლფასია და ახსენა და ვეთანხმები კახას რომ ზვიადის და მერაბის იდეალები რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის ისინიც ხშირად ახსენებდნენ ქრისტეს. პირველი აჯანყებული, ყოველ შემთხვევაში ვინც ჩვენ შემოგჭა ერთ-ერთი პირველი მაინც. სოფლიოში ვინც კაცობრიობა აჩვენა რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლება ჯულის გაყიდვასთან შეგუება არ შეიძლება რელიგიით ვაჭრობასთან ყველაფრით ვაჭრობასთან შეგუება არ შეიძლება იყო ქრისტე ღმერთი ხო და ქრისტე ღმერთის უარყოფის ტოლფასია როცა შეგეუნებია რომ ქრისტეს და მამა ღმერთისგან განსხვავებით შენ ვიღაცას რომ დაემორჩილო ვიღაცის ნებას და იმა უნდა გასწავლოს რა თქვა და არ თქვა და იყო პირმოკუმული მშიერი მონა და იყო ისე როგორც გუდაბაყრელი მაგარი კაცი რომელმაც თოვში იხჭობოდა აგინა ხელისუფლება სრულად ამსახურება და ვიღაცა ურეკავდა და ის ცდილობდა მის დაშანტაჟებას და მიიღო იმას კარგი გინება და ღირსი იყო როგორც თელის რეჟიმი. მადლობა. მოთხოვნები რა გვაერთიანებს ეს არ მithქობს. კლავ და კლავ თავარი ზოგად საკაცობრიო და ქრისტიანული მათ შორის ღირებულება. არჩევანის უფლება გვინდა, სამართლიანი არჩევნები, უცხოური საერთაშორისო ორგანიზების ორგანიზებით, ეს იქნება გაერო თუ ეუთო, ძალკე საკითხია, არა ამათ ჩატარებული არჩევნები და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რა ვიცი, ზვია ცეცხლაძე ახსენეს, ლევა ხაბეიშვილი ახსენეს, თუ არ გვიხსენებია, ბაატა ბურჭულაძე 200-მდე პოლიტპატიმარია და ეს ხალხი უნდა იქნეს გათავისუფლებული, ოღონდ ისე რომ აღკლების ძევლად აყვანის საშუალება არ ქონდეთ, ამის გამოსავალი კი არის სამართლიანი არჩევნების იძულება უცხოეთის ორგანიზებით.